მეგობრებო, როგორ ხართ? დიდი ხანია არ გამოჩინო ფრატეოს სახზე, თუმცა ამას ძალიან ლოგიკური მიზეზი აქვს. ეს არის ის ცუდი კანონი, მახუჩების კანონს გულისხმობ, რომელიც ესე უკვე ალოგიკური არის, ფაქტიურად მოტოციკლეტებით გადაადგილება შეუძლებელი ხდება. ეხლა გამოვედი ქალაქ გარეთ, ნაფეტვრებში ვარ და შევეცდები გადავიღო ტესტ რაიდი და ასე ვთქვათ, მცირედი რივიუ მოტოციკლის, რომელიც არ გახლავთ Ninja 400, ეს არის მე მგონი ჯერჯერობით უნიკალური ZX4 RR. თუ ვინმეს გყავთ ეს მოტოციკლეტი, კომენტარებში დამიწერეთ. ამ ადგილას მოვედი, იმიტომ რომ უბრალოდ კარგი ხედი გვაქვს, შევარჩიე. მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ რომ აქ ვიდგე და ეს მოტოციკლეტი ესე მოყოლით განვიხილო, აუცილებლად ნაფეტვრებზე საკმაოდ კარგი თვისტები არის, თან გავიაროთ, ვნახოთ რა შეუძლია ამ მოტოციკლეტს და მოკლედ დავიწყეთ ჩვენი ახალი რივიუ. წავედით დაახლოებით 15-16 წლის წინ მე რომ დავიწყე მოტოციკლის დარება. ძალიან ბევრი მით უმეტეს იაპონელი წარმოებლები, მოტომწარმოებლები უშოდნენ 4 ცილინდრიან, თუმცა დაბალკუბატურიან მოტოციკლებს. როგორებიცაა Suzuki, Yamaha, Honda, Kawasaki. მე რაღაც ერთ პერიოდი თუნდაც შეწყდა და უკვე 4 ცილინდრები ხდებოდა 600-იან, 750-იან და 1000-იან ბაიკებში, მოკლედ 600 cc-ს ზემოთ. ამ შემთხვევაში Kawasaki-მა უკან დააბრუნა ეს ტრადიცია და შემოგთავაზა ეს პატარა მონსტრი Kawasaki ZX4R და ZX4RR. მაგასაც აგიხსნით რა განსხვავებაა მათ შორის. ZX4 და ZX4RR 23 წლიდან გამოუშვა Kawasaki. მე პირადად ეს მოდელი ჯერ არ მინახავს, თუმცა ჩემ მეგობარმა ჩამოიყვანა და თან მოვაწესრიგეთ, რადგან კოპარტიდან იყო. რაღაცები შევცვალეთ, გავმართეთ და რამოდენიმე დღეა დავდივარ უკვე ამ მოტოციკლეტით და რაღაც შეფასება შემიძლია უკვე გავაკეთო. ამ მოტოზე გვიყენია M4-ის სრული გამშვები, ანუ მარტო ბოლოთავი მაფლერი, რასაც ქვია, ეგ არ არის. აყენია ასევე ძრავიდან მოყოლებული მთლიანი ფაიფები M4-ის, რომელიც საკმაოდ ისეთი ბიუჯეტურ ფასად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან $1200 ღირს M4-ის საიძე რო გადავამოწმე. შენ შემთხვევაში $1000 და კიდევ მეტი მხოლოდ მაფლერები ღირს ხოლმე. ამ ბაიკის განხილვებს თუ ნახავთ, ძირითადად წერია entry level sport ბაიკი. ამ შემთხვევაში ჩვენ Ninja 400-თან შედარებით ძალიან ბევრი განსხვავება გვაქვს, თუნდაც ფასით. ეს ბაიკი დაახლოებით იგივე ფასი ჯდება, რაც ZX6R, მაგრამ არ არის ისეთივე სწრაფი, როგორც Ninja 636-ს გულისხმობ. მაშინ რატომ უნდა იყიდო ეს მოტოციკლეტი? მაგალითად, თუ არ გინდა Ninja 400-ით დაწყება, რადგან ვიცით Ninja 400 არის შეფუთული street ბაიკი, 2 ცილინდრიანი და გინდა დაიწყო პირდაპირ 4 ცილინდრით, თუმცა რა თქმა უნდა არ გაქვს შესაბამისი სკილები, ამ ბაიკით დაწყება და სპორტის სამყაროში ნაბიჯის შედგმა არის ერთ-ერთი კარგი გადაწყვეტილება, რადგან ეს ბაიკი 18000 ბრუნს ტრიალებს, ნუ შეზღუდული არის და 16000-მდე არის. ნახეთ რა, მაგარი ხმა აქვს. აი 400-იანი ბაიკი ახლა რო გაივლი, ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს ბაიკი 400-იანი არის. მაგრამ აი კაი ჯანზეა რა.
ალბათ ხმაზე უკვე შეამჩნევდით რომ ამ ბაიკს ასევე აქვს quick shifter-ი, ყველაზე მაგარი ისაა რომ ზემოთაცაა quick shifter-ი და ქვემოთაც, ან ზემოთაც შეძლებთ გადართვას და ქვემოთაც. რაც ძალიან ბევრ სპორტ ბაიკში ჯერ კიდევ არ გვხვდება დღესდღეობით. აქვე გეტყვით რა განსხვავებაა ZX-4R და RR-ს შორის. RR-ის შემთხვევაში დაახლოებით $800 მეტი ღირს ადგილზე, როცა ახალს შეიძენთ. აქ გვაქვს შოას უკვე რეგულირებადი preload სიხისტის რეგულირება და არც მეტი არც ნაკლები ZX-10R-დან არის გადმოტანილი უკანა ამორტიზატორი ასევე შოვას ბრენდის. ეს ძალიან მაგარი არის და უკან განსაკუთრებით გრძნობ რომ აი ძალიან კარგად მოუყვება მოსახვევში. აი რასაც ქვია ტრაქს ნაღდად არ ათამაშებს. პირველად გამოვიყვანე ეხლა მე ქალაქ გარეთ ეს ბაიკი, რამოდენიმეჯერ ქალაქში გავიარე, რა თქმა უნდა, საკმაოდ დიდი შიშებით და ამებით, რომ ესეთი მაყუჩით სიარული აქ ცოტა საშიში არის. ქალაქში ნაღდად შემეშინდებოდა ამით სიარული ყოველდღიურად. აქედან გამომდინარე ამ ბაიკის პატრონს უკვე გამოწერილი აქვს სამწუხაროდ ქარხნული გამშვები და ამ დღეებში დავაყენებთ და ნუ თუ ვიდეოს დამონტაჟებამდე მოვასწარეთ ამ მაყუჩის შეცვლა. განახებთ რა ცუდი ხმა აქვს და როგორ ვაფუჭებთ სპორტულ ხასიათს ესეთი ქარხნული მაყუჩით. რამხელა სიამოვნებას ვკარგავთ, მით უმეტეს მაშინ, როცა ესეთი ბლიპერი გაქვს და ესეთი quick shifter-ით სულ აი ესე უნდა shifto რა. ნახე რა ხმა და ამას ეხა downshift-ი ნახე. აი მითხარით რომ არ მღერის საერთოდ ეს ბაიკი. ოპერა არის რა. ნახე. ძალიან კარგია. აი საერთოდ ვერ შევადარებ Ninja 400-ს, რადგან Ninja 400-ი არის ჩვეულებრივი street bike-ი. ეხა ზოგი შემეკამათება არ მithქვამს ამ ბაიკის ცხენიზალები და საკმაოდ გაგაოცებთ. იმიტომ რომ Ninja 650 მე როგორც მახსოვს ქონდა 78 ცხენიზალა და ამ ბაიკს აქვს 80 ცხენიზალა დაახლოებით. ნუ მოდი ვთქვათ რომ იგივე რაც Ninja 650-ს. რაც შეეხება წონას, აი აქ უფრო ვიჭედები იმ ამბავში რომ ურჩიო თუ არა ეს დამწყებს, იმიტომ რომ 179 კილო არის მშრალი წონა და თითქმის 190 კილომდე არის უკვე დატვირთული წონა. რაც დამწყებისთვის, რა ვიცი, რამდენად რეკომენდირებული ამ წონით დაიწყოს თან მით უმეტეს სპორტ ბაიკზე, ვერ გეტყვით, არ ვიცი. აი აქ შემიძლია რომ მინუსი დავწერო ამ ბაიკზე რა. მაგრამ რა მინუსი მღერის შეხედე. აი სპორტი რო ვინდოდეს, სპორტით დაწყება ერთ-ერთი უმაგრესი ვარიანტი არის. გარდა ამისა, აი რას ურჩევდი, თუ მაგალითად დამწყებმა იყიდა ეს ბაიკი და ეხლა ბევრს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ყოველდღე ტრეკზე ივარჯიშობს, თუნდაც დროის გამო და ერთი ბაიკი ყავს და უნდა რომ ქალაქშიც იაროს რა. ვეტყოდი რომ ამ შემთხვევაში ეხლა ხედავთ რაიდერ მოუდზე მიყენია. თუნდაც წვიმა არ იყოს. ეცა გადავიყვან ეხლა ამას მე აი rain mode-ზე და სრულად იცვლება ბაიკი. აი ძალიან ისეთი დამჯერე ხდება. ამ შემთხვევაში traction-იც ყველაზე მაღალ დონეზე არის. ABS-იც რა თქმა უნდა და ძალა power delivery რაც არის ყველაზე დაბალი. აი გასაც რო ვაწვევი ეხლა სიმართლე გითხრათ ეს მგონია რომ Ninja 400-ზე გადავჯექი თანაც ნუ
შეიძლება ითქვას ნაკლებად აი ცოტა გაბანძებული ნინძა 400-ი ან ნინძა 300 ვთქვათ, მოდი. ამ გზას ხო არასდროს არ ეშველა. აი ძალიან გვდება. რენმოუდზე ძალიან გვდება. უბრალოდ ეს საჩვენებლად. კიდევ გაჩვენებთ რა რეჟიმები გვაქვს, road რეჟიმი გვაქვს კიდე და sport რეჟიმი. Sport რეჟიმზე power delivery მაქსიმუმზე არის, თუმცა traction-ი მაინც გვეხმარება და აქვე არ დამოვიწყდეს, აი არც ერთ მოუჩი, user მოუჩიც კი არ შეგვიძლია რომ გამოვართოთ ABS-ი ბოლომდე. ნუ არ ვიცი ეს მოთხოვნა არის აშკარად. სხვადასხვა მარეგულირების მხრიდან მოთხოვნა არის ალბათ. თუმცა ამ შემთხვევაშიც რაღაც გამოსავალი არსებობს, მაგალითად ბევრი მინახავს ABS გვაქვს თავისი მცველი fuse. შეგიძლიათ შეიძინოთ fuse killer-ი, დააყენოთ და სადმე გამოიყვანოთ მაგალითად ის ჩამრთველი და გამორთველი და ასე მოახდინოთ ABS-ის გათიშვა რა. ამ შემთხვევაში აქ ABS აგინთებთ და მიხვდებით რომ ABS-ი მთლიანად გამორთული არის. ამ ბაიგზე კიდევ ნახე ესეთი საინტერესო შემთხვევა არის. ევროპულ ვერსიებს აქვთ 80 ცხენი, ხოლო ამერიკულ ვერსიებში ეს უფრო ჩამოწეულია, ელექტრონულად შეზღუდული არის. მოგიწევთ დაფლეშვა. თუ გინდათ რომ ის ცხენები ამოიღოთ, რაც ქარხნულად შეგიძლიათ რომ ამერიკულ ვერსიას გქონდეს. აუ ისე გამისწორდა ამ მოტოთი კატაობა, ეხლა ერთი უნდა მოკრუბო, ისე ზევით უნდა წავიდე. მინდოდა სხალდიდისკენ წასვლა ნაფეტვრებიდან, აი ესე არ ვაპირებდი ჩამოსვლა სიმართლე გითხრათ, მაგრამ სამწუხაროდ გზა არის გადაკეტილი, ზემოთ როალს განახეთ. ნახეთ რა ხმა. თუმცა წეან 80 ცხენის ძალა გითხარით კონკრეტულად ამ მოტოციკლებზე, არ ვერსიაზე, თუმცა აქ ხედავთ აწერია RAM-Air system, ეს მოყვება მხოლოდ არ ვერსიას, უკეთესი შემშვების სისტემაა, რომელიც დაბალ სიჩქარეში დიდად ვერ გზნობთ, მაგრამ სადღაც 8-9000-ის მერე ხვდებით რომ ანუ ბევრი ჰაერი შედის და ამ შემთხვევაში უკეთესი სვლაც აქვს მოტოციკლებს. პატარა მონსტრია, რასაც ქვია, აი მართლა, აი ZX6R-მა თუ შეგაშინა, ამ ბაიკს ყველაფერს აკადრებ და უნდა რომ აკადრო თან რა. ერთი მინუსი კიდე აქ არ მინდა გამურჩეს, რაც არის აი და ძალიან მწყდება ხოლმე იაპონურ ბაიკებზე, აქ არ გვაქვს არმირებული მილები ტორმუზისთვის, რაც აი ჩემთვის არის ძალიან მიუღებელი. მით უმეტეს როცა სპორტ ბაიკია, არ აქვს მნიშვნელობა 400-იანი იქნება, 600-იანი თუ 1000-იანი, არმირებული მილები აუცილებელი არის ტორმუზზე. აი ჩემი ტრიუმფი, ვინც მიყურებთ კი იცით ჩემი ბაიკი, ხო სტრიტ ბაიკი არის, მაგრამ სტოკშივე მოყვება არმირებული მილები და აი სულ რო არაფერი, მარტო იმაზე ვხვდები, რომ ჩემი დასასერვისებელი ტორმუზები უკეთესად გამოიყურება ხოლმე, ვიდრე დასერვისებული, არა არმირებული შლანგები რა. აი ძალიან კარგი არის. მიუხედავად იმისა, რომ წონა საკმაოდ ისეთია, ბევრი სპორტ ბაიკისთვის ძალიან კარგად მოდის მოსახოვებში. მაგრამ სულ დაბალ სიჩქარეში მაღალი ბრუნები ტარება უნდა რა. სლაში
რაც შევამჩნიე, აი დაახლოებით დაძვრისას ამ ჩვეულებრივად, კარგად იძვრება. ერთადერთი აი 2000 თუ 3000-დან უკვე როცა დაძარით, დაახლოებით 8-9000-მდე აი მან ხვდები რომ 400-იან ბაიკზე ზიხარ, იმიტომ რომ 600-იანი ბაიკი ბევრად ცოცხალი არის. კი, ყველა სპორტ ბაიკი მაღალ ბრუნებზე არის გათვლილი, მაგრამ აი აქ ხვდები რომ აი ზედმეტად ცოტა დაბალი არის. ამის დასაკომპენსირებლად Kawasaki შემოგთავაზა ZX4 R-ზე და RR-ზე უკან 58 კბილიანი კბილანა, რაც სხვათა შორის კარგად უმკლავდება, მაგრამ ამას უფრო გრძნობ აი დაძვრისას ცოტა თითქოს გახტუნებს წინ, მაგრამ მე აი როგორც გითხარით, აი 2-3000-დან დაახლოებით 5-6000 ბრუნი მომდევნო არის, რა ვიცი, ძალიან მკვდარი. აი თან ეხლა კი მართალია რომ აღმართი მოუწია, მაგრამ აი შეიძლება აი მეორე სიჩქარე და ბოლომდე 600-იან ბაიკს რომ ესე გადაუჭიროთ თუნდაც აღმართზე, შეიძლება აგაყირაოს უბრალოდ. არა, მოსახვეებში ძალიან კარგია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბურავი არ გამოგვიცვლია, რაც ჩამოყვა მხოლოდ საბურავი გვიყენია. წინაც და უკანაც ეხლა ვაპირებთ რომ შევცვალოთ მაყუჩთან ერთად, ეგეც შევცვალოთ. აი მერე საინტერესო იქნება ამ საბურავით კიდევ ერთხელ თვისტებში წამოსვლა, გატესტო ამ ბაიკის. რა კარგი, საერთოდ რო არ ხმარო კონუს ცეპლენიოს რა. რა კაია. ეხლა რომ 400-იან ბაიკზე ვზივარ, აი მე როგორ ვღერის. აუ რა იქნებოდა მსხალდიდისკენ ეხლა გზა რო ყოფილიყო, უფრო მრავალფეროვანი ვლოგი გამოგვიმეტება. სეზონი ჩემი სკილებით ცოტა ჩამოწეულია, რადგან მთელი სეზონი ახლა ესეთი დახრის კუთხეებით ვერ ვივლიდი, უпростоრად ზამთრის სეზონი. რაღაცა ნეიტრალში პატარა ის ქონდა გარღვევა პირველიდან მეორეში. ძალიან კაია, ძალიან. არა, წონა მართლა, ან ციფრები არის ეხლა ჩვენთვის, იმიტომ რომ აშკარად სიმძიმის ცენტრი ძალიან დაბლა არის ჩაწეული, იმიტომ რომ საერთოდ არ მაწუხებს. არ ვიცი, შეიძლება დამწყებ რაიდერს უფრო შეაწუხოს, მაგრამ იცი რა, ანუ თუ ცოტა ექსტრემალურად არ ატარებ, ამას ისედაც ვერ იგრძნობს, როცა უკვე ექსტრემალურად ატარებ, ცოტა რაღაც ის უნდა გქონდეს. დაგროვილი ცოდნა რა. მანამდე ვერც გაიგებ. ანუ დაძვრაში არა გაქვს პრობლემა, რადგან 58-იანი კბილანა გაქვს უკან. დანარჩენის ეტარებაშიც არა გაქვს პრობლემა, იმიტომ რომ ქალაქშიც აი ვერ ვიტყვი რომ ქალაქში ცხოვრია ეხლა, რომ ისეთი სატარებელია რა, ცოტა ნაღდად ვერ ვიტყვი. ძალიან კარგად მომყვება რა. საინტერესოა რომ Honda-მაც გამოუშვა ანალოგიურად CBR 300 4 ცილინდრიანი. ეგეც საინტერესო გასატესტი იქნება ჩემი აზრით. კამერის გასწორებაც კი მიზარება და არ მინდა რომ მოუწდე, მაგრამ თან ერთხელ უკვე როგორც ხედავთ ძირს იხოხიალა ამ კამერამ. ეკრანი მაგატეხილი, თუმცა სრულად ფუნქციონირებს. აი სადღაც გავჩერდები აქ, მოდი და გავასწორებ თორე არ მინდა მეორეჯერაც
მეორეჯერაც გადამივარდეს, თორემ მეორე დარტყმას ვეღარ გაუძლებს ეს გაჭირვებული. ასვიზამ ლოგები სხვერპლს მოითხოვს. აი მე ამ კონკრეტულად ამბა X კიდე ერთი მინუსი პერსონალურად მინდა გამოვიყო. ეს არის ეს სარკეები, რომელიც აი საერთოდ არაფერში არ წერია და ჩემი ცოდვა მიეცა ნინძა H2-ის შემქმნელებს, რომ ეს პირველად გამოუშვეს და მერე ჩინელებმა ადგნენ და გადააკოპირეს და არა მარტო ჩინელებმა, რიზომასაც აქვს ორიგინალი ესეთი სარკეები. არაფერი არ ჩანს მეგობრებო ამ სარკეში. ესეთი სარკე არ დააყენოთ. აი, ამას ჯობია სარკე საერთოდ არ გეყენოს, იმიტომ რომ იქ გეცოდინება მაინც რომ სარკე არ მაქვს და გაიხედავ მაინც უკან თუ რაღაცას იზამდა. ამაში გონია რომ რაღაც გაიხედე და ამ დროს არაფერი არ მოჩნს რა. აი თან ვერც დაარეგულირებ რომ ისე რომ ჩანდეს რა. მით უმეტეს მიუხედავად იმისა რომ გარეთაა გაწეული, მაინც არაფერი არ ჩანს რა. თუ მგზაზე წამოხვალთ, იცოდეთ რომ ჯერჯერობით ზამთრის შემდეგ აქ ხო იყრება ხრეში და ჯერ კიდევ ყრია რა და მოსახლეები არც ისე კარგად არ გამოიყურება, ხშირად არის თან მოსახლეებში ყრია მაინც და მაინც ხრეში. აი პატარ-პატარა ხრეშები ყველგან ყრია. ამიტომ ფრთხილად იყავით თუ მგზაზე წამოხვალთ. აი ეს ხალდიდის გადასახვის მოვადექით და ამის ჩვენება მინდოდა რა ვიცი, ჯერჯერობით დაკეტილია ეს გზა და გაითვალისწინეთ თქვენც. მოკლედ ამ ლოგის მეორე ნაწილში ცირაოდენი მინდოდა მეთქვა მაყუჩების კანონთან დაკავშირებით. ხალხი ძალიან პესიმისტურად არის ვიცი განწყობილი. იქით ხალხი რაღაცა აქციებზე დგას რაღაცა და არც ერთ კანონს არაფერი არ ეშველა და შესაბამისად არც იმედი აქვთ რომ ამ კანონზე რამე სიკეთეს უნდა მოველოდეთ. ამიტომ მაგალითად წინა კვირას იყო შეკრება იუსტიციის სახლთან და ნუ წინა კვირას კი იყო მეტნაკლებად ხალხი, მაგრამ მანამდეც იყო პატარა შეკრება და ბევრი ხალხი არ მისულა. მეგობრებო, ვიცით მეც თქვენსავით ვარ, ანუ კი პესიმისტურად ვარ მეც განწყობილი. ანუ მართლა არ ვიცი ესე უკანონოდ როგორ შეიძლება უბრალოდ პირდაპირ კანონში არ წერია რომ მოტოციკლეტი არის აკრძალული, კანონში როგორ წერია იმ კანონს რიგითი ოფიცერი ხშირ შემთხვევაში არ ასრულებს, რადგან აიკრძალა გადაკეთებული მაყუჩი, ამ შემთხვევაში გულისხმობ თვითნებურად გადაკეთებული მაყუჩი, რომელიც არის დასვარკული რაღაც ნაწილებით თვითონ მოფიქრებული, ამ შემთხვევაში არ არის რაღაცა ბრენდის მიერ დამზადებული. კანონი მხოლოდ ამას გულისხმობს, თუმცა უკვე აღარ აქვს მართლა მნიშვნელობა. ხშირ შემთხვევაში ქარხნული მოტოციკლეტებიც მიყავთ ხოლმე, იგივე კანონის საფუძველზე იწერება და ამ შემთხვევაში თქვენ ალბათ ნახეთ რამოდენიმე ვიდეო დევს სხვადასხვა ჯგუფებში, რომ ქარხნულ მაყუჩებს გადაიყვანეს მოტოები. უკვე ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს ამ შემთხვევაში და როცა აქ უკვე ოფიცერი იძახის რომ მე რა ვიცი ექსპერტი კი არ ვარ, წადი და ექსპერტთან გაარკვიე, ეგა მე ჩამოგართმევ ეხლა ამ მოტოციკლეტს. აი რა ვიცი რაც შევადარო მართლა არ ვიცი, დაახლოებით იგივეა მე მგონი სხვაგანაც მოვისმინე ეს, მაგრამ მომეწონა მაგალითად რომ ვიღაცა გედაოს, ოფიცერი გედაოს მაგალითად სიმთვრალეზე ისე რომ ალკოტესტი არ გამოიყენოს რა. ჩვენ ცალსახად ვითხოვთ ბაიკერები რომ იყოს ხმით შემოწმება, ასევე არიან ავტომოყვარულებიც, რომელსაც სპორტული მანქანები ყავთ, იყოს ხმის შემოწმება ისე როგორც არის განვითარებულ ქვეყნებში და მოხდეს დეციბალმეტრით გაზომვა. ამასთან ერთად უნდა დადგინდეს რომელი მოტოციკლეტისთვის რა ბრუნზე უნდა გაისინჯოს ეს ხმა, იმიტომ რომ ქარხნულ მდგომარეობაში საშუალოდ 600-იანი ბაიკი რო ავიღოთ, მოდი ესე რო ვთქვათ, 600-იანი სპორტ ბაიკი ავიღოთ, ქარხნული R6 4000 ბრუნზე აქვს დაახლოებით 93 დეციბალი
ხნის სიძლიერე. საუბარი არის ეხლაც რომ ავიდეს 95 დეციბელზე თუ 90 დეციბელზე ზუსტად არ მახსოვს, ყოველ შემთხვევაში ეს არის 95-ზე ნაკლები. ესეც 11 საათამდე 11 საათის შემდეგ 85 დეციბელი იქნებაო შეზღუდვა რა. ესეც სასახად უფრო არასწორი არის, რადგან გამოდის რომ შენ 600 cc+ მოტოციკლის გადაადგილებას ფაქტიურად მიკრძალავ ღამე. ქარხნულ მაყუჩზე მაქვს საუბარი და არა მაგალითად რამე სპორტული მაყუჩი როცა აყენია, თუმცა street legal-ი რა. ამიტომ არ ვიცი მე იმასაც ვერ ხვდები არ არიან სათანადოდ კვალიფიცირებული ის ხალხი ვინც ამ კანონებს იღებს და უბრალოდ მიიღეს ეს კანონი თუ აღარ მოუწონვართ მოტოციკლეტები და მართლა არ ვიცი რა ვიფიქრო რა უბრალოდ აღარ უნდათ რომ მოტოციკლეტები იყოს ქალაქში და ეს გვაქვს რეალურად სახეზე ქალაქში დღესაც რო გამოდივარ ვლოგს ვიღებ ხალხო და წარმოიდგინეთ არც ერთი მოტო არ შემხვედრია ქალაქგარეთაც რა ჯერ ერთი ქალაქგარეთ რო გავხვიდე ქალაქი ხომ უნდა გაიარო ყველა ვარიანტში ყველას არა გვაქვს იმის საშუალება რომ ევაკუატორით გავიყვანო და ან ტრეკზე ან ქალაქგარეთ მოტოციკლეტით ვიკატავოთ ხო ასევე პეტიცია შეიქმნა ამასთან დაკავშირებით 5000 ხმა არის საჭირო იმისთვის რომ პარლამენტმა განიხილოს და აჩქაროს ამ კანონზე პასუხი ამიტომ ძალიან გთხოვთ ამ ვიდეოს აღწერაში დავტოვებ გულს სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და თქვენი ხმა მისცეთ შეგიძლიათ ანონიმურიც იყოთ თუ მაინც და მაინც ამის გეშინიათ რომ არ გინდათ თქვენი სახელი გამოჩნდეს შეგიძლიათ ანონიმურადაც გააკეთოთ ეს ყველაფერი ამიტომ უდაიზარებ გთხოვთ და ერთად იქნებ რამე გამოგვივიდეს რა იმიტომ რომ ცალ-ცალკე ესე რო ყვირით არაფერი არ გამოდის ხო ხედავთ აი ესე თითო-თითოს გვართმევენ გვიჭერენ ბაიკერებს თითქოს რამე კრიმინალს ჩავდივართ და უბრალოდ მოტოციკლეტით ვეღარ გამოდივართ უბრალოდ იმის გამო ვერ გამოდივართ და თავი კრიმინალი გონია რა ამ დროს ასაშავებ ეს მოტოციკლეტიც კი რომელიც ანუ საკმაოდ ხმაურიანი შეიძლება მოგეჩვენოს არ ეწინააღმდეგება კანონით მისაღებ დეციბელების რაოდენობას ანუ 4000 ბრუნზე მაგალითად ამ მოტოციკლეტს არ აქვს 95 დეციბელზე მეტი კომენტარებში ვკითხულობ ხოლმე ხანდახან რომ აი ეს იმიტომ ხდება რომ აი ესე ცუდად იქცეოდა ვიღაცა ვაჟაზე გიჟივით დადიოდა და ამიტომ მოხდა ეს და ხალხს არ აძინებდა მეც ზუსტად იგივეს ვფიქრობ რომ ეგეთი რაღაცები საერთოდ არ შეიძლება და საერთოდ რო არ მიიღოთ ეს კანონი ეგეც უწესობა და უზნეობა არის ამიტომ ვიღაცის გამო ჩვენ არ უნდა დავიჩაგროთ რა და მოდი პირველ რიგში იმ ხალხს რა თქმა უნდა ვაბრალებთ მაგრამ პირველ რიგში ვინც კანონს იღებს იმას დავაბრალოთ იმიტომ რომ უნდა შეეძლოს ხელისუფალს იმის გარჩევა რომ ყველა ერთ ქვაბში არ მოიხარშოს რა ყველასთვის იყოს შესაბამისად მიღებული კანონი და ამ კანონს ემორჩილებოდეს ყველა მოტო იქნება თუ მანქანა რა არ შემიძლია ემოციური არ ვიყო როცა ამ საკითხებს განვიხილავ სულ და მოვიცდა როგორი სასიამოვნო მოტოციკლებიც მოძრაობ მაგრამ რა ვქნა აი ზუსტად ესეთი კარგი მოტოთი რომ მოძრაობ რა სულ ახალი რაღაცა და რო გინდა რომ სიამოვნება მიიღო და ადამიანმა თავისუფლება შეიგრძნო და ამას რო გართმევენ ამ თავისუფლებას ხო აი ეს არის არ ვიცი საშინელებაა რა აი ამას ეხლა და რო დაუყენებთ თუ არა მე მაინც დავდებ შორტად მაინც როგორ შეიცვალა ამის ხმა როგორი ხიარული და ბედნიერი იყო და ამ დროს რა გაუკეთეთ რომ ისევ ქარხნულ ხმაზე დავაბრუნეთ რა მითუმეტეს ეხლა მე სპორტში დამიტოვებია ეს მე დაყენებული მქონდა user mode-ზე ეს ვერ დავამუღამე აი აქედან ლეფი რო აწერია აქედან არის მოდების გადასართავი ანა მე მგონი
ეხლა ამ შემთხვევაში ქვემოთ უნდა დავაჭირო სპორტი როუდი რეინი და ჩემი მოუდი დამიბრუნეთ აი რაიდერი ამ შემთხვევაში დაინახეთ რომ ტრექშენი ოფ და ეწერა ტრექშენს მთლიანად ვთავთ რა ვთიშავთ და მთელ ძალას ანუ რაც შეიძლება მაქსიმალურად ტრეკზე გამოიყენოთ იმ მოუდში ვართ ეხლა ან უცნაური იყო კიდე ეს მოტოციკლეტი რომ ჩამოვიდა აი ეგ ხედავთ KQS-ი რაც quick shifters ნიშნავს ეგ არის თო არა და ვხედავ მოტოციკლის კაცო არ არის და უეჭველად უნდა ქონდეს quick shifter-ი უყურებ და მეთქი რა ხდება რატო არ თავს და ძალიან მარტივი კომბინაცია იყო თუ არ ვწდები ქვედა ღილაკი და select დავაჭირე და ჩვეულებრივად ჩაერთო მე ამ ეგეც მარტივი ჩასართავი არის მე კიდევ ვიფიქრე რომ აი მაგალითად არის KTM-ს ხარხნად მოყვება quick shifter-ი როგორც ესეთი ფიზიკურად მოყვება და იმისათვის რომ ეს გააქტიურო უნდა მიიყვანო ცენტრში და უნდა ჩართო თუ თავიდანვე არ შეუკვეთე რა ეგეთი მამაძაღლობებიც ხდება ხოლმე და მე ვიფიქრე რომ მეთქი ესე თუა ტყუილად კიდე ფულები უნდა ვხარჯოთ ხო ასე რომ თქვენს თუ შეიძინათ ამ ბაიკს დარწმუნებული ვარ რომ ZX6-ზე და ZX10-ზეც იგივე იქნება ანუ ქვედა ღილაკი და select დავაწვევით დიდხანს და გააქტიურდება უკვე KQS რაც აი ყველაზე მეტად აი რომ მითხრა რა გაგისწორდა ამ მოტოზე იყო ეს რომ quick shift-ერი აქვს რა იმედია მოგეწონათ ეს პატარა მცირედი განხილვა ჩემი თავის მიკვირს რომ მაინც მოვახერხე და გამოვედი და ლოგის ჩაწერა მაინც მოვასწარი რომ მე არ გამაჩერა და ბაიკი არ წამართვა ესეთი რაღაცების კეთება გვიწევს და ერთ-ერთი ჩემი თხოვნა იქნება რომ არხი გამოიწეროთ იმიტომ რომ რაღაცებს ვრისკავთ ისეთ რაღაცებს ვრისკავთ რაც რეალურად არ არის გასარისკი მაგრამ ეგრეა გვიწევს რა დღეისათვის სულ ეს იყო დაგემშვიდობებით წინ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება საინტერესო ბაიკები ამიტომ კიდევ ერთხელ არხი გამოიწერეთ რომ არ გამოგჩეთ ეს კონტენტი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში ახალი ჩილაუთებით და ამბებით დროებით